ეროვნული ვალუტა კვლავ გაუფასურდა. დღეს არსებული მონაცემებით $1 ღირებულება 2 ლარი და 67 თეთრია. ლარის გაუფასურება პროდუქტების ფასებზე უკვე აისახა. მოვაჭრეების თქმით, პროდუქტებზე ფასები დღითი დღე იზრდება, რის გამოც ქუთაისის ბაზარი მყიდველების გარეშეა დარჩენილი. ახალგაზრდობა სტარტმეული აქვს ახალგაზრდობა რა. ხო და ჩვენ ბებრები ასე უნდა ვიყოთ 86 წლისა ვარ ბაზარში უნდა ვიყდო ახალგაზრდებმა დაამთავრენ და სამსახურები არ არის. ოჯახები აქვენ და კიდევ მე ვარ ჩემ. ვაი პროდუქტი იყიდება ბები არია ჩამადეიერება ერთი ქალი მევიდა ახლა და გოუშვიაგი. არავინ არ დეიერება ბები არ. აფერ უნდა ვიქეს ახლა ჩვენ. ორი ჩემი ხის მე იყარი 86 წლისა ვარ მე და ასე უნდა ვიყო? სადა ბებია ჩემი პენსია, ჩემი პენსია წყალს და დენს უნდა. ხო, მე სახლი დაგეტილი მაქვს აგერ და სოფელში წევეთ. რა უნდა ვქნათ? პენსიას და ვაძლევთ მაგიდა საქადა დედა. ესე გადასახადი გვაქვს იმაზე. მაგიდით გადასახადი. უნდებით ამას. სახში 5 შვილთაშვილი მყავს. ვარ 91 წლისა ვარ. ვარ მიუტანო იმგეს ხო საჭმელი შერი დატყდება მამამისი და დედამისი კი არიან დასწავლი და იმას სამსახური არა აქვს ხო მე მაშობი კიდე განაგებ ოჯახს წერს მოყვარეს ხო და წვალო 5 საათზე ვდგები ქალი და საღამოს მივდივარ იმაში სახში მე რაღაცას მოუნახავ ცოტა მწვალილებს იმგეს წამები ხო და ასე სიმწრე წვალობ და იმგეს ვაზდებიებ შვილებს დედა და 3 შვილი 2 შვილი მკვდარი მყავს და შვილიშვილი გაჭირვებული დედაკაცია ხალი ხო და მაინც ამ ხელა გადასახად ვიხდი აქანა რო არ შევცხა და ჩემი ოჯახი არ შევარცხინო შვილი არ არის მყიდველი არა აღარ აქვს გაძვირებულია ბებია და ტელევიზორია ზვირია და ვეღარ ყიდულობს ადამიანი ხოვენ მომეცი მომიჭერი ჩვენი თავრობა ხალხს რო ეხმარებოდეს მის მაგივრად აჯარიმებს ახალგაზრდამ სამსახური თუ იშონაო კიდო ფული უნდა დაუქვითოთ იმასო იქით თხოვენ თუ არა აქეთ მე ვეხმაროთო ის კი არა ჩვენ თავრობა აღარ აქვს ჩვენ ქართველი ხალხი აღარ არის ჩვენ საქართველოში გაყიდეს ჩვენ გაყიდული ვართ ცოდვა ახალგაზრდები თუ არა მე რაც ხაკ ემევედი ამ ზომამ ახალგაზრდები ხართ მებოდ ცოდვა თიაქში შეყვალ დღეს ღირს ლარი ხვალღირს 2 ლარი ზეგს 3 ლარი ეს რომელიც აუცილებელია რომ მოვიხმაროთ თორე სხვაზე არა მაქვს კიდე ყველაფერი გაძვირებულია მყიდველი აი დადექი ახლა ჩემთან ერთი 10 წუთი რამდენი მოვა და ვინმე რამეს იყიდის რა გუშველება ხას მე არ ვიცი მართლა არ ვიცი ყველა ხوار გაიქცევა დედა საზღვარგარეთ ყველა ყვარწავა ჩემნაიავანტყოფი საწავა მე თავრობამ არ უნდა მიხედოს ცოტა ამ ხალხს ვარც მარტო გამყიდველები გაი ყველა ესენი ვინც მიდი მოდის ყველა ვარც გამყიდველები ხვალთუზე მესწავალ ახლა და დავქნა არაფერი არ არის ახლა პროდუქტის ყველაფერი გაიზარდა აი ცელოფანია ეგის ამის პასის გაზილი რა გინდა რომ ერთ მაღაზიაში სხვა ფასია როგორც უნდათ ისე ყიდიან მეორე მაღაზიაში სხვა ფასია არა ყიდველი ვარც ხულათი თავის მხრივ მყიდველები ამბობენ, რომ ყველაფერი გაძვირდა და აღარ იციან თავიანთი შემოსავალი რამდენ რამეს გააწვდინონ. რა ვიცი ბებია პენსია მაქვს 200 ლარი და მყოფნის მე წამლებში მაჰაკი არ მჭირდება ისე იგი და პროდუქტმა რომ მეიმატა და გაძვირდა და დეიმხო ქვეყანა ამან ყველა მე კი არა თელმა იმანიცის რა უნდა გაკეთდეს და უნდა აშენდეს ფაბრიკა ქარხნები უნდა დასაქმდეს ახალგაზრდები ქუჩაში რო არიან რო ქურდობენ და არიან ერთ ამბავში ეგრე რა ამბავია ტელევიზორში ციგნები რო ესხმიან თავს და აყაჩაღებენ და იგი ვარესი იქნება აწი ქუთაისშიც იმგენზე ვარესი ბავშვებია მექემე ვესწარი დედა და ჩემი შვილი 50 წლისა მე ეს რო კალადბურთელია და შვილი კალადბურთელი მყავს და მე ვესტარი რაღაცას და ეს ბავშვებია პატარები სხვები საცოდავები როგორც მოვაჭრეები ამბობენ თუ ეროვნული ვალუტა კვლავ გაუფასურდება და ხელისუფლება ხალხს არ მიხედავს ლუკმა პურის გარეშე დარჩებიან ქეთი გელაშვილი ტელეკომპანია მეგატივისთვის